გუშინ საღამოს მერე ხალხი კი დადის და დავდივართ, მაგრამ რაღაცა სიცარიელია თითქოს რა. ამ ხელა ტრაგედია გვაქვს ხალხო რა. ხო და მე უფრო იმისთვის წერ ამ ვიდეოს, რომ ერთმანეთს გავუღიმოთ რა. ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ერთმანეთს გვერდზე დგომა ვანახოთ უბრალოდ მეტი არაფერი რა. ნუ გავიყოფით 2-3, 10-ად, არ გვჭირდება. სადაც ჩავდივართ, სადაც არ უნდა მიხვიდე, ხო? ყველა ხო გიღიმის არა, ყველას ხო რა გვინდა ადამიანებს, ხო? სიცოცხლე გვინდა და ბედნიერება გვინდა. ამ სიცოცხლის და ბედნიერებისთვის არის ის, რომ ერთმანეთს გავუღიმოთ და ერთმანეთს ლამაზი წუთები დავამახსოვროთ და ლამაზი რაღაცები დავამახსოვროთ. მაშინ ვიქნებით ბედნიერებით რა. ნუ დახოცავთ ერთმანეთს, არაფრის გამოთან. სოციალურ ქსელში რომ ვიღაცა შემოგიხტება და რაღაცა ცუდს გიწერს, ჩემზე მე პრობლემა არ მაქვს, რავი, ან მე რატომ მიწერთ საერთოდ ვერ ხვდები, მაგრამ პრობლემა არ მაქვს, თქვენ თავებს გაუფრთხილდით პირველ რიგში რა. თქვენ ოჯახებს გაუფრთხილდით. იმ ადამიანებს მოგმართავთ კიდე, ვინც აი კლავიატურასთან ზიხართ და ადამიანებს გულს დგენ. შეიძლება შენმა ერთმა სიტყვამ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს რა. დაფიქრდით ხალხო ესეთ რაღაცეებზე რა, მართლა ახლა თან მიჭირს რა, ვერ ხვდები რა უნდა გითხრათ, რა უნდა ვთქვა. უბრალოდ იმიტომ მინდოდა ამ ყველაფერს ჩაწერა, რომ ერთმანეთს მოუფრთხილდით რა. ერთმანეთს მოუფრთხილდით. ერთმანეთი გიყვარდეთ, აი რა უნდა სიკეთის გაკეთებას კიდე, სიკეთის გაკეთება არ ყველაზე მარტივი, არავინ არ გთხოვთ, რომ პაჭკით ფული უნდა მოიღო და ადამიანს მიცე. სიკეთი არის ის, რომ მაღაზიიდან რო გამოდიხარ, თუნდაც ყველაზე ელემენტარული კარები დაუჭირო ვიღაცას, ხო? ვისაც აი ესე ყუთით რაღაცა მოაქვს. სიტყვაზე გეუბნები. სულ ყველაფერზე მარტივი, ხო ეგ არის? ეგეთ რაღაცეებში გააკეთეთ სიკეთეები ხალხო. ყოველ დღე რაღაცა პატარა სიკეთე გააკეთეთ და დამიჯერეთ, გადავრჩებით. გადავრჩებით და ყოველთვის გადავრჩენილი ვართ, იმიტომ რომ კარგიერი ვართ, თბილიერი ვართ, მოსიყვარულეერი ვართ. მარტო რაღაც ცუდი რომ მოხდება, მაშინ ნუ გვახსენდება ღმერთი და ნუ გვახსენდება ერთმანეთი და აბა გავერთიანდეთ და აბა ერთიანი ძალებით. ისედაც ყოველ დღე გავერთიანდეთ და ისედაც ყოველ დღე ერთნაირად გავაკეთოთ რაღაცეები რა. ძალიან მიყვარხართ თითოეულ თქვენთაგანი მართლა. და ძალიან მიხარიხართ, რომ ესე ქუჩაში მხვდებით და თბილი სალამით და თბილი სიტყვებით ვამკობთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და კიდევ გეუბნებით, რომ ვიზიარებ საქართველოს. ვიზიარებ ამ ყველაფერს. გიყვარდეთ.